ქართული ეკონომიკის ზრდა და კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა ამ სახელწოდების სემინარი მიმდინარეობს სასტუმრო რედისონში ორგანიზატორი მსოფლიო ბანკი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. შეხვედრა მინისტრმა კვირიკაშვილმა გახსნა სპეციალური მოხსენებით წარსდგა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორიც. ექსპერტები განიხილავენ კონკრეტული უპირატესობის მოპოვებას საექსპორტო ბაზარზე და რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში უნდა გატარდეს. ქართული ექსპორტის ლიდერი გახლავთ თხილი თავისი ღირებულებით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ღვინო და ალკოჰოლური სასმელები გაზრდიან თავის საექსპორტო მოცულობას, ისე როგორც მინერალური წყალი და კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ, რომ ეს პროდუქტები განსაკუთრებით გახლავთ წამყვანი კონკურენტუნარიან წარმოებაში საქართველოში. ფიქრობთ, როგორ მოვახდინოთ ჩვენი რესურსების ფოკუსირება იმ მიმართულებებზე, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტიანია და უფრო მოგებიანია ქვეყნის ექსპორტის განვითარებისთვის. სხვადასხვა დარგების, სხვადასხვა ფაქტორები იხილება. ენერგეტიკა, რა თქმა უნდა, ტურიზმი ძალიან დიდი პერსპექტივა გააჩნია. სოფლის მეურნეობაში მოგეხსენებათ უდიდესი და უპრეცედენტო ინვესტიციები ხორციელდება დღეს და ეს ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი სოფლის მეურნეობის დარგის კონკურენტუნარიანობას.